სქემა. მე არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ დააკავეს უკვე რუსმეტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია მინდელი. მე მაქვს მისი ინტერვიუ, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება და ის დეტალურად ყვება ყველა იმ ზეწოლაზე, რაც მისი მისამართით ხორციელდებოდა. ფაქტების ნაწილი მე გუშინ დავით პაიჭაძის გადაცემაში გავასაჯაროვე და თქვენც მოგიყვებით რაშია საქმე. რუსმეტალი გახლავთ ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან. ის შეიქმნა 2005 წელს, გახლავთ სილიკომანგანუმის მწარმოებელი და არის საქართველოს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. კომპანიას წინააღმდეგ დაიწყო შემოწმება აბსურდული ბრალდებით ერთ-ერთმა კომპანიონმა ზაზა მამულაიშვილმა, რომელიც გახლავთ ლაშა ნაცვლიშვილის ძალიან ახლო მეგობრის რამაზ მამულაიშვილის ძმა, აბსურდული საჩივარი დაწერა და მიმართა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს. კბილაშვილსაც კი არ მიმართა. 24 დეკემბერს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მოკვლევა ჩაატარა და აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ოღონდ აქ საუბარი იყო თაღლითობაზე და არა ფულის გათეთრებაზე. ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად. საგადასახადო შემოწმება ინიშნება, საგადასახადო შემოწმებამ ორ გზის გააგრძელა ვადა და ვადა ამოიწურა 15 მარტს. ბოლო მომენტამდე, ანუ დღევანდელ დღემდე საგადასახადო შემოწმების აქტი არდევს და არავინ არ იცის რა ტიპის დარღვევაზეა, თუ საერთოდ არის დარღვევაზე აქ საუბარი. გუშინ საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ საქმე ეხება პერიოდს, ეს არის 2010-2011 წელი და შემოწმება ამ წარმოებაში არ ჩატარებულა და მინიშნება გააკეთა, რომ რადგან მინდელი გახლავთ რუსთავის მერის ძმა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის საწარმო, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მე მაქვს ფაქტები და ამას თქვენ ინტერვიუში წაიკითხავთ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კერძოდ კეზერაშვილსაც ჰქონდა ინტერესები, რომ ეს საწარმო თავის დროზე ხელში ჩაეგდო და 2008-2009 წლებში საკმაოდ დიდი ზეწოლები მიმდინარეობდა მათი მისამართით. მაგრამ საქართველოს პროკურატურას გამორჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს გახლავთ ის, რომ შემოწმება ნამდვილად არის ჩატარებული ამ წარმოებაში, ოღონდ ეს გააკეთა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა აუდიტორულმა კომპანიამ, მე მოგახსენებთ მის დასახელებას, ეს არის PricewaterhouseCoopers. ეს გახლავთ აუდიტორული კომპანია, რომელიც დასკვნასაც ენდობა მსოფლიოს ყველა წამყვანი კომპანია და მას ყავს ძალიან ბევრი კლიენტი. რუსმეტალს ხანგრძლივი ხელშეკრულება აქვს ამ კომპანიასთან და 2012-2013 წლის აუდიტიც უნდა ჩაატაროს ამ კომპანიამ. თავისთავად კომპანიის ავტორიტეტი უკვე არის გარანტი იმისა, რომ ისინი არასოდეს არ მიიღებენ მონაწილეობას იმ კომპანიის საქმიანობაში, სადაც ფულის გათეთრებაზე, ატკატებზე და ასე შემდეგ არის საუბარი. გამოძიების პერიოდში და მე არ ვიცი რა ტიპის გამოძიება შეიძლება დავარქვათ ამას, დაბარებული იქნა მათ შორის კონტრაქტორებიც და გაგეცინებათ ახლა და რეგიონებშიც კი დაკითხულია ყველა ის წვრილი, ვთქვათ, კონტრაქტორი, მაგალითად მეტალოპლასმასის ფანჯრების დამამზადებელი საამქროების და ყველა მათგანს თხოვდნენ დაეწერათ, რომ ისინი ატკაც აძლევდნენ კომპანიის ხელმძღვანელობას. ახლა კომპანია, რომელსაც 24 მილიონზე მეტი მხოლოდ DRG სახით აქვს ბიუჯეტში გადახდილი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ელიავას ბაზრობის რომელიმე მაღაზიისგან რაღაცა ტიპის ატკატებს იღებდა. ამავე პერიოდში, შემოწმების პერიოდში, ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან სისტემატური ზეწოლა ხორციელდებოდა კონტრაქტორებზე ქვეყნის გარეთ, უკრაინაში ერთ-ერთ მათ კომპანიონთან, რომელიც დიდი ხანია პარტნიორია და ძალიან საიმედო პარტნიორები არიან, ნახევრად მოკრიმინალო ელემენტებმა დაარეკეს და უთხრეს მათ, რომ მენეჯმენტში შემოდის ახალი ხელმძღვანელობა და თქვენ გექნებათ გარკვეული ტიპის შეღავათები. ამავე პერიოდში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, გამოძიებამ დაიბარა და დააკითხა ის კომერციული ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც ცესხი მისცეს ამ კომპანიას. ახლა ბანკების დანიშნულება და შეკითხვა იყო, რომ რატომ მიეცით ცესხი. აქამდე ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ ბანკების ერთ-ერთი დანიშნულება მათ შორის ცესხის გაცემაც იყო, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილისთვის ეთყობა ეს არის არ იცის მან ეს. ბოლო მომენტამდე, ანუ დაკავებამდე, მე გუშინ უნდა გამესაჯაროები ეს ფაქტები და გავასაჯაროვე კიდეც, გადაცემამდე 2 საათით ადრე გამოაცხადა პროკურატურა, რომ ფულის გათეთრების სქემა გახსნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბოლო მომენტამდე ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან მიდიოდა შეთავაზება კომპანიის ხელმძღვანელობისადმი მოლაპარაკებაზე და მოლაპარაკებაში მათ შორის შედიოდა გარკვეული ტიპის ფინანსური გარიგებები. კომპანიის ხელმძღვანელობამ თქვა უარი ამ გარიგებაზე და მე სიტყვით შემიძლია გადმოგცეთ ბატონი მინდიას ნათქვამი, რომ აგურ-აგურ რომ მომიხდე საწარმოს დაშლა, მე აუცილებლად მივაღწევ
ჩემ დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ლაშა-ნაცვლიშვილს ამ წარმოებას არ დავუთმობ. იმიტომ რომ არსებობს საფრთხე, ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქარხანა დადგეს დეფოლტის წინაშე, დაყადაღდეს მისი უძრავი და მოძრავი ქონება და შემდგომ მოხდეს მისი რეალიზაცია აუქციონის გზით. ჩვენ დაახლოებით ვიცით, რომ ლაშა-ნაცვლიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ კონკრეტულ კომპანიასთან, რომ მან შეიძინოს ამ საწარმოს აქტივები. ამ ხნის განმავლობაში, ანუ შემოწმების პერიოდში, კომპანიამ მიმართა ყველა მინისტრს, საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ენერგეტიკის მინისტრსაც, იმიტომ რომ კომპანია დაგეგმილი ქონდა ჰესის მშენებლობა, რომ მას ქონოდა საკუთარი ენერგია და ჰესის მშენებლობა გაუჩერეს, მიმართა ასევე ბიზნეს ომბუდსმენს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს. აპრილის შემდგომ მას არ მიუღია არც ერთი პასუხი და როცა ბატონი ივანიშვილი საუბრობს, რომ მას სჭირდება მტკიცებულებები, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მტკიცებულებას მოპოვება შეიძლება და მეწერილების ასლების თანამაგ შემიძლია გაჩვენოთ. სხვათა შორის ასევე იქნა მიმართული პრემიერ-მინისტრის კანცელარიისათვის. ზაზა მამულაშვილის მხრიდან გუშინ გაკეთა უპრეცედენტოდ უსინდისო განცხადება, რომ მეორე მხარის დასაცავად ჩართულია უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი. იმდენად რამდენადაც მამულაიშვილები ლაშა-ნაცვლიშვილის ძალიან ახლო მეგობრები არიან, მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების უკან დგას სწორედ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და გათვლილია ძალიან მარტივ რამეზე. ბატონ ბიძინასთვის რამდენიმე ადამიანი ავტორიტეტი, რომელსაც შეუძლია სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მას და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ირაკლი ტრიპოლსკი. ამიტომ თუ ირაკლი ტრიპოლსკი იქნება ჭყალებში ეჭვმიტანილი იმაში, რომ ის წილის გაფორმა მამულაიშვილის წილის გაფორმებისთვის იბრძვის, მაშინ ბუნებრივია მის მიერ მიტანილი ინფორმაცია იქნება არასანდო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის, რაც მე ხა გელაპარაკეთ, მე და ის, რაც გუშინდელი გადაცემის ჩანაწერს და პლუს ჩემს განცხადებას, რომ გამოძიება დაინტერესდეს და წავიდეს ამ მიმართულებით, რომ გაარკვიოს რა არის ლაშა-ნაცვლიშვილის წვლილი ამ საწარმოს გაკოტრების სქემაში, მე დღის განმავლობაში და დროს დამატებით გაცნობებთ პროკურატურას მიმართავ. იმიტომ რომ ბატონი კბილაშვილისათვის არაფერს არ ნიშნავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101 მუხლი, როცა საჯაროდ გაკეთებული დანაშაულის შესახებ განცხადება უკვე უნდა გახდეს ამ დანაშაულის ამ საკითხის შესწავლის მოტივაცია. გამომდინარე აქედან მე მას მიმართავ წერილობით და მოვითხოვ, რომ გამოძიება დაინტერესდეს ლაშა-ნაცვლიშვილის როლიცაც ამ საქმეში. ბუნებრივია აქედან გამომდინარე ჩნდება უკაცრავად კონიურულია ჭირო, ლაშა-ნაცვლიშვილი ლაშა-ნაცვლიშვილის წინააღმდეგ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებს და მე მოვვითხოვ, რომ გამოძიების პერიოდში ჩამოშორებული იქნას ლაშა-ნაცვლიშვილი მის თანამდებობას, მან დატოვოს მთავარი პროკურორის მოადგილის პირველი მოადგილის პოსტი და აქვე ვაცხადებ, მე ვენდობი გამოძიებას, თუ ის გამოძიების დასრულებისას იტყვის, რომ ლაშა-ნაცვლიშვილი ამ საქმეში დამნაშავე არ არის, ის თავის პოსტს დაუბრუნდება. სწორედ ამიტომ ვითხოვდი მე, რომ ამ და სხვა საქმეებზე, იმიტომ რომ მე მაქვს მეორე განცხადება, ეს არის ბატონი მაისურაძის განცხადება და იმედია ეხა მასაც სამშობლოს მოღალატედ და ფულის გამთეთრებლად არ გამოაცხადებენ, რომელიც ასევე ბრალსდებს ლაშა-ნაცვლიშვილს და მის მეგობარ ხვედელიძეს საკუთარი ბიზნესის გაკოტრებაში. ამიტომ ჩვენ ამ მასალებს და არსებობს რამდენიმე სხვა ბიზნესმენის ჩვენება, მე მესმის, რომ ბატონმა ნაცვლიშვილმა ეს დაკავება და სისხლის სამართლის საქმის ფულის გათეთრების მოტივაციით აღდგა გააკეთა, იმიტომ რომ მას ზუსტად იცის არსებობს ადამიანთა წრე, რომელიც მზად არის ჩვენებები მისცეს ლაშა-ნაცვლიშვილის წინააღმდეგ და ეს მოხდა ამ ადამიანების დაშინების მიზნითაც, მაგრამ ის მასალები, რომელიც ჩვენ კიდევ გვაქვს ამ ორი ფაქტის გარდა, პერიოდულად გამოვამზეურებთ, პერიოდულად გავასაჯაროებთ და აუცილებლად მივაწვდით მას პროკურატურასაც, რომ ოფიციალურად დაიწყოს და გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართოს. დიახ, ეს ძველი ხელისუფლების პირობებში მომხდარი საქმეა, ეს გახლავთ ზურაბ მაისურაძე, შეპესე გიორგის ხელმძღვანელი, რომელიც ადანაშაულებს ამ ადამიანებს ბიზნესის გაკოტრებაში. შეპესე გიორგი, დიახ. ზურაბ მაისურაძე. ეს არის კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი და გააკეთა წყალსადენის რეაბილიტაცია. მას ბიუჯეტიდან ერგებოდა თანხა და სთავაზობდნენ გარიგებას 30%-ზე, წერა ხელი, რომ მიიღოს სრული თანხა. მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ამ გარიგებაზე, მოხდა ასევე მათი კომპანიის კუთვნილი მილსადენის სრულად განადგურება, ხოლო ლაშა-ნაცვლიშვილმა, რომელიც იმხანად მინისტრის მოადგილე იყო და სრულად გაუგებარია უშიშროების სამინისტროს რა ესაქმებოდა რაღაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან და გელა ხვედელიძემ, რომელიც იყო ქვემო ქართლის უშიშროების უფროსი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ არის და მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები დევს ამ საჩივარში, რომელსაც ბატონი მაისურაძე პროკურატურაში შეიტანს
გადაწყვიტეს, რომ აქ არაფერი არ მომხდარა. ამის შემდგომ 2013 წლის თებერვალში მაისურაძე მიმართა პრემიერის კანცელარიას, მაგრამ მას არათუ პასუხიც კი არ მიუღია, არათუ თქვათ რეაგირებისათვის ეს დოკუმენტები გადაეგზავნა ამ პროკურატურას ან რომელიმე სხვა საგამოძიებლო ორგანოს. დიახ, ეს იყო 2012 ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დავა, იგივე საკითხებზე 8-ზე მეტი სარჩელი აქვს მამულაიშვილს საქალაქო სასამართლოს შეტანილი და აქედან უმეტესობა აქვს წაგებული. ანუ სამოქალაქო წესით ის აჩივარი, რომლითაც მან ლაშა-ნაცვლიშვილს მიმართა, სამოქალაქო დავის საგანია, საქმე ეხება კომპანიონებს შორის რაღაც ფინანსურ დავას. დიახ, ეს მამულაიშვილი საქმეც იმაშია, რომ ამ კომპანიის პარტნიორია, თუ კომპანიაში ფულის გათეთრება ხდებოდა, ის ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულის, როგორც სხვა დანარჩენი პარტნიორები. სხვა მიმართულებით დაიწყო საჩივარი, ეხებოდა სამოქალაქო წესით დავას 8 სარჩელი მამულაიშვილს შეტანილი ქონდა სასამართლოში, ამ დროისათვის დაახლოებით 5 თუ 6 განხილულია და მან ყველა საქმე წააგო თავისი კომპანიონების წინააღმდეგ. ზაზა მამულაიშვილი რუსმეტალის ერთ-ერთი პარტნიორია, ის არის წილის მფლობელი ამ საწარმოში. სარჩელი შეტანა მოხდა 2012 წლის 20 დეკემბერს და 24-ში ჩაატარა მოკვლევა, როგორც ნაცვლიშვილი აცხადეს პროკურატურამ და აღძრა საქმე სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მიღწევა ფულის გათეთრებაზე. საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები და გარიგებები ნაცვლიშვილსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის არ შედგა და ხაზგასმით ბოლო მომენტამდე მიდიოდა გარკვეული შეთავაზებები, რომ გამორიგებოდნენ და მოლაპარაკებებზე წამოსულიყვნენ კომპანიის ხელმძღვანელობიდან უარის მიღების შემთხვევაში, მათ რა თქმა უნდა იცოდნენ ის ინფორმაცია, რომ აპირებდა საჯაროდ საუბარს ამ ფაქტებზე მინდელი, მაგრამ ბატონმა ნაცვლიშვილმა არ იცის, რომ მე მინდელის ინტერვიუ უკვე მაქვს, რომელიც იმ კვირაში გამოქვეყნდება და სხვა დანარჩენ დეტალებსაც შეიტყობთ აი ამ ინტერვიუს. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი საქართველოდან, თუ კი მისი რომელიმე მეგობარი შეიძენს მას აუქციონზე უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებისა და აუქციონის წესით რეალიზაციის შემდეგ, თავისთავად იქ ლაშა-ნაცვლიშვილის ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება. რა თქმა უნდა. და ეს არის გამოძიების საგანი. მე ვარ ჟურნალისტი, მე უნდა მოვიპოვო და გავავრცელო ინფორმაცია ბრალდების სიმძიმე მოდის გამოძიებაზე და გამოძიება ლაშა-ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ობიექტური ვერ იქნება, მანამ სანამ ლაშა-ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა. დღის განმავლობაში ახლა ადვოკატი მუშაობს არჩელზე, უნდა წამოვიღო ჩანაწერი გუშინდელი გადაცემის და თან უნდა დაურთო დანართი სახით და მე დამატებით დროს გაცნობებთ. დაგირეკავთ კი. თუ პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოყვება, ამის შემდეგ ეს არის საერთაშორისო კომპანია, ეს არ არის რიგითი კომპანია საქართველოში, მე აუცილებლად იმ მასალებს, რომელიც ხელთან აქვს კომპანიის დირექტორზე ზეწოლაზე და მე მოვუწოდებ ახლა პროკურატურასაც და სამართალდამცავ ორგანოებსაც, რომ არ გაგრძელდეს მინდელის წინააღმდეგ დაკავების მომენტში ეს ზეწოლები, მე მას აუცილებლად გადავცემ დიპლომატიურ კორპუსს და მოვითხო საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის გამოძიებაზე. და სხვათა შორის ის კომპანია აუდიტორული, რომელიც მე თქვენ დაგისახელეთ, ის თავისი კლიენტის რეპუტაციას აუცილებლად დაიცავს და გამოძიების პირობებში აუცილებლად დაიცავს იმ დადებით დასკვნას, რომელიც მას დადებული აქვს ამ კომპანიის სწორედ იმ წლების ფინანსურ საქმიანობაზე, რომელსაც ახლა პროკურატურა ედავება კომპანიას. აი ხავ გაგიმეორებთ 2010-2011 წლები ამ წლებში სწორედ არსებობს ამ კომპანიის დადებითი დასკვნა PricewaterhouseCoopersი. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია. არა მხოლოდ ადასტურებს კომპანიას ამ ფინანსური შემოწმება ჩატარებული აქვს ამ წლებში და დადებითი დასკვნა აქვს. ის თავის ეს იმდენად მაღალი რეპუტაციის კომპანია, იქ სადაც ფულის გათეთრებაზე ან ატკატებზე ლაპარაკი, მას ის წარმოუდგენელია, რომ მან ამ სქემაში რაიმე მონაწილეობა მიიღოს, ისევე როგორც ის მასთან არსებობს გრძელვადიანი ხელშეკრულება რუსმეტალის 2012-2013 წლის შემოწმებაც ამ კომპანიამ უნდა ჩაატაროს და ის აუცილებლად დაიცავს თავის იმ დადების დასკვნას და თავისი კლიენტის ინტერესებსაც, ასე რომ შეეშალა ბატონ ნაცვლიშვილს, როცა ამბობს, რომ საგადასახადო შემოწმება აქ ჩატარებული არ არის და ასე შემდეგ. ამ კომპანიის დასკვნას ენდობა მსოფლიოში ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის ბანკიც. ნარკოლოგიის შემოწმებას კიდევ ეთხოვთ ნაცვლიშვილის?
და ეხლა რა გავაკეთო? ვითხოვ ნარკოლოგიურ მოვითხოვე და მომავალშიც მოვითხოვ. თავარი პროკურორის პირველი მოადგილის წინააღმდეგ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ამიტომ მე მოვითხოვ თმის ღერით, მან ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება. ეს არის სხვათა შორის კანონის მოთხოვნაც, რომ საჯარო პირია ისა და ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ თავარი პროკურორის მოადგილე ნარკომანი არის თუ არ არის. მე არაფერს გადაჭრილად და დაზუსტებით არ ვამბობ, მან თმის ღერით უნდა ჩაიტაროს ნარკოტესტი და ველოდები, რომ თავმოყარი ადამიანი წესით ამდენი ხანით ჩაიტარებდა.